მოგესალმებით. განვაგრძობთ რუბრიკას საუბრობს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. მე გიორგი ფანცულაია ვარ და დღეს ვისაუბრებთ თემაზე ნიკო ნიკოლაძე. პრაგმატიზმით ნაშენი მომავალი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოქცეული საქართველო მოგეხსენებათ უმძიმესი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გამოწვევების წინაშე იდგა. კოლონიური რეჟიმის მიზანმიმართული რუსიფიკატორული პოლიტიკა ერის ფიზიკურ გადარჩენასთან ერთად მის ეროვნულ თვითშეგნებასაც უქმნიდა გაქრობის საფრთხეს. სწორედ ამ ეგზისტენციალურ კრიზისზე პასუხად სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდების დასი, რომელთაც ისტორია თერგდალეულების სახელით იცნობს. მათ წინაპრებისგან განსხვავებით ბრძოლის ახალი, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო გზა აირჩიეს და მისდან დაისახეს არა მხოლოდ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, არამედ ქვეყნის მოდერნიზაცია დასავლური ღირებულებების, თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის დანერგვით. რაც ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების განახლებას უნდა მომსახურებოდა. ამ თაობის გამორჩეული, თუმცა თავისი პრაგმატიზმითა და საქმეზე ორიენტირებულობით სრულიად თავისებური წარმომადგენელი იყო ნიკო ნიკოლაძე, რომელიც 1853-1928 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. უკანასკნელი თერგდალეული, რომელმაც დასავლური ცივილიზაცია არა მხოლოდ იდეების დონეზე გაიაზრა, არამედ მთელი თავისი ცხოვრება მის პრაქტიკულ ხელშესახებ განხორციელებას მიუძღვნა საქართველოში. მისი უნიკალური ხედვა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა თანამებრძოლთა უმრავლესობისაგან, უშუალოდ იყო განპირობებული მისი სოციალური წარმომავლობითა და ევროპაში მიღებული მრავალმხრივი გამოცდილებით. იგი არ იყო მხოლოდ ბრწყინვალე პუბლიცისტი და კრიტიკოსი. გნებავთ ჟურნალისტი და რედაქტორ-გამომცემელი. ნიკო ნიკოლაძე უპირველეს ყოვლისა იყო საქმის კაცი, რომლისთვისაც ერის მომავალი არა რომანტიკულ იდეალებსა და პათეტიკურ ლოზუნგებში, არამედ კონკრეტულ შედეგებში იზომებოდა. ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების უმრავლესობისაგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად თავადაზნაურთა წრეს მიეკუთვნებოდნენ, ნიკოლაძე ქუთაისელის შეძლებული ვაჭრის იაკობ ნიკოლაძის ოჯახში დაიბადა. ამ გარემოებამ მისი ადრეული ასაკიდანვე ჩაუნერგა და განმტკიცა პრაქტიკული კომერციული აზროვნება და საქმისადმი პრაგმატული დამოკიდებულება, რაც შემდგომ მის მოღვაწეობას ქვაკუთხედად დაედო. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ იგი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც აქტიურად ჩაება იმპერიაში გაჩაღებულ სტუდენტთა მოძრაობაში. სწორედ ამ აქტიურობის გამო 1861 წელს სხვა პროტესტანტ სტუდენტებთან ერთად დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ამ მოვლენამ მის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა, რადგან 1864 წელს მან უცხოეთში წასვლის ნებართვა მიიღო და ევროპაში გაემგზავრა. პარიზის სორბონის, შვეიცარიის, ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებში სწავლა. ევროპულ, ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უშუალო მონაწილეობამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი მსოფლმხედველობა. ევროპა მას მისცა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, რასაც ადასტურებს მისი სადოქტორო ნაშრომი განიარაღება და მისი ეკონომიკური სოციალური მნიშვნელობა, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტები ქვეყნის გარდაქმნისათვის. დასავლური ცივილიზაციის მიღწევების უშუალო ხილვამ მას დაანახა, რომ ერის წინსვლა შეუძლებელი იყო მყარი ეკონომიკური საფუძვლის, განვითარებული მრეწველობისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გარეშე. სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლაძე მიხვდა, რომ ცვლილებების საწყისი ეტაპი საზოგადოებრივ გონებრივ გამოფხიზლებაზე გადიოდა, რისთვისაც მან ყველაზე მძლავრი იარაღი პუბლიცისტიკა და ჟურნალისტიკა აირჩია.
ნიკოლაძისთვის პუბლიცისტური მოღვაწეობა კოლონიურ პირობებში მყოფი ხალხის გონების გახსნისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების უმთავრესი საშუალება იყო. მას სწამდა, რომ ისტორია დიდი გაკვეთილია, მაგრამ ერი არა წარსულით, არამედ მომავლისთვის შრომით უნდა ცხოვრობდესო. ჯერ კიდევ გიმნაზიის პერიოდში დაწყებული სამწერლობო მოღვაწეობა მან ახალ საფეხურზე აიყვანა და აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა იმ დროინდელ პროგრესულ გამოცემებთან, როგორებიც იყო ცისკარი და დროება. მალევე 1871 წელს დაარსა საკუთარი ჟურნალი კრებული, ხოლო პარიზში ემიგრანტ მეგობრებთან ერთად გამოსცემდა პირველ ქართულ ჰექტოგრაფიულ გაზეთ დროშას. მისი კრიტიკული და შეუვალი პოზიცია ცარიზმის ცენზურის მიმართ შეუმჩნეველი არ დარჩენილა. დაუმორჩილებლობისათვის იგი ორჯერ გაასამართლეს. 1880 წელს კი გამოცემა დაუხურეს და 5 წლის სტავროპოლში გადაასახლეს. მიუხედავად ამისა, მისმა ნიჭმა და ევროპულმა განათლებამ მას უდიდესი ავტორიტეტი მოუპოვა. მას დამსახურებულად უწოდეს კავკასიის პუბლიცისტიკის არწივი, ხოლო გერმანელმა მწერალმა არტურ ლაისტმა იგი ევროპული მნიშვნელობით პირველ ქართველ ჟურნალისტად მონათლა. თუმცა ნიკოლაძე მალევე დარწმუნდა, რომ ქვეყნის პროგრესისთვის მხოლოდ სიტყვა და იდეების გავრცელება საკმარისი არ იყო. იგი მიხვდა, რომ ეროვნულ იდეას მყარი ეკონომიკური საძირკველი სჭირდებოდა, რამაც განაპირობა მისი პრაგმატული შემოbrunება და თანამებრძოლებისგან გარკვეულად გამიჯვნაც კი. იმ დროს, როცა ინტელექტუალურ წრეებში გაბატონებული იყო აზრი, რომ ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის მასობრივ განათლებასთან, ნიკოლაძე მივიდა დასკვნამდე, რომ ერის კეთილდღეობისთვის მხოლოდ განათლება და დედაენა არ იყო საკმარისი, თუმცა აუცილებელი იყო. იგი ამტკიცებდა, რომ ეროვნული გადარჩენის წინაპირობა ეკონომიკის, კრედიტის, მრეწველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაც იყო. ამ თეორიული გააზრების პრაქტიკაში განსახორციელებლად მან იმდროინდელი საზოგადოებისთვის წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგა. დედაქალაქის ინტელექტუალური წრეები მიატოვა და სოფელ დიდჯიხაიში დასახლდა. ფერმერული საქმიანობა დაიწყო. ეს იყო არა უბრალოდ პრაქტიკული ნაბიჯი, არამედ რევოლუციური განაცხადი, უარყოფა იდეისა, რომ ერს მხოლოდ თეორიული ცხოვრება, თეორიული წიგნიერება გადაარჩენდა და იხსნიდა. ამით მან ფაქტობრივად თანამედროვე აგროსამრეწველო კომპლექსის პირველ მოდელს ჩაუყარა საფუძველი ჩვენს ქვეყანაში. მისი ნოვატორობა ყველა დეტალში ჩანდა. მან პირველმა შემოიღო საქართველოში ტრიფოლიატის ცოცხალი ღობე, რომელსაც ხალხმა ნიკოლაძის ეკალი უწოდა. მოაწყო სარწყავის სისტემები, შემოიყვანა და ადგილობრივ პირობებს მოარგო მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები, დანერგა პროგრესული ტექნოლოგიები და სოფელში სასწავლებლებიც გახსნა. ამრიგად, ნიკომ დაამტკიცა, რომ ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას მყარი ეკონომიკური საფუძველი ესაჭიროებოდა და ამით ქართული მეწარმეობის განვითარებას მისცა ბიძგი. დიდჯიხაიში შექმნილი, წარმატებული მიკრომოდელი იმის ხელშესახები დემონსტრაცია გახდა, რომ მას გააჩნდა უნიკალური მენეჯერული უნარები, რის გამოც იგი მალევე მიიწვიეს ფოთის ქალაქის თავის თანამდებობაზე. როდესაც 1894 წელს ნიკო ნიკოლაძემ ეს პოსტი დაიკავა, ფოთი ბაყაყების ქალაქის სახელით იყო ცნობილი და მისი ბიუჯეტი თურმე სოფელ საჯავახოს ბიუჯეტსაც კი ვერ უტოლდებოდა. მისი 20 წლიანი მოღვაწეობა ამ პოსტზე მენეჯერული და სამეწარმეო გენიის უბადლო გამოვლინებად იქცა. ოფიციალური გამომძიებელი კარსკი, რომელიც იძიებდა ნიკო ნიკოლაძის საქმეს რუსეთის цаრისტული ხელისუფლების დავალებით, ვერ მალავდა და მას ასე ახასიათებდა. ფლობს ბუნებრივ კრიტიკულ უნარს, ძალზე განათლებულია, ახასიათებს იშვიათი შრომის უნარიანობა, ურყევინების ყოფა, ენერგიულია, პოლემიკაში ოპონენტისადმი საშიში მისი სრულყოფილი სარკაზმი ძლავრი იარაღიაო. სწორედ ამ თვისებებით შეძლო მან ჭაობიანი დასახლება მსოფლიო მნიშვნელობის
საპორტო ქალაქად ექცია. მისი ხელმძღვანელობით ფოთს წყალდიდობისგან დამცავი ჯებირი შემოევლო. აშენდა ხიდები, ელექტროსადგური, წყალსადენი, გაიყვანეს გზატკეცილები და ცხენის რკინიგზა იგივე კონკა. ფინანსური რესურსების მოსაზიდად მან საქართველოს ისტორიაში პირველად გამოუშვა 3%-იანი ობლიგაციები, ხოლო ჯებირის მშენებლობაში პირველმა გამოიყენა ბეტონი. ამ პროექტების გვირგვინი ფოთის ნავსადგურის რეკონსტრუქცია იყო, რომელმაც ქალაქს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა. ამ გრანდიოზული ტრანსფორმაციის სიმბოლოდ კი იქცა ფაიფურის ბაყაყის ფიგურა, რომელიც ამბობენ ნიკოლაძემ პარიზიდან ჩამოიტანა და ცხოვრების ბოლომდე შენახული ჰქონდა. ნიშნად იმისა, თუ როგორ შეიძლება სწორედ განვითარებით ქვეყანა, ამ შემთხვევაში ქალაქი, ბაყაყების ქალაქიდან განვითარებულ ქალაქად იქცესო. თუმცა ფოთი იმისთვის მხოლოდ ერთი რგოლი იყო საქართველოს მოდერნიზაციის ერთიან ჯაჭვში. მისი სტრატეგიული ხედვა ვრცელდებოდა ჭიათურის მარგანეცის ექსპორტზე, ტყიბულის ქვანახშირის ტრანსპორტირებაზე და სურამის უღელტეხილის პრობლემის გადაჭრაზე, სადაც მისი უდიდესი დამსახურებით მატარებლებმა სურამის ქედის გადავლის ნაცვლად წიფის გვირაბით დაიწყეს მოძრაობა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქართულ ენაში სიტყვების ლიანდაგი და ორთქმავალის დამკვიდრება. მისი იდეების მასშტაბი კი მართლაც გასაოცარი იყო. გროზნო ფოთის ნავთობსადენის პროექტი, რკინიგზის მშენებლობა და მისი ელექტრიფიკაციის გეგმა, მდინარეების ენგურის ბზიფის, რიონის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისების იდეა, ნათლად აჩვენებდა, რომ იგი საქართველოსგან იხილავდა როგორც გლობალური ეკონომიკის სრულფასოვან ნაწილს. ბუნებრივია ასეთი რადიკალურად განსხვავებული მიდგომა ხშირად მწვავე პოლემიკის საგანე ხდებოდა ხოლმე. ნიკოლაძესა და ჭავჭავაძეს შორის არსებული დებატები საქართველოს მომავლის ორ ტაქტიკურ განსხვავებულ ხედვას შორის სხვაობას წარმოადგენდა. ილია უმთავრეს ამოცანად ეროვნული თვითშეგნების გაგვიძებას მიიჩნევდა. ნიკოლაძე ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვნად მიდა ეკონომიკური საფუძვლის შექმნას, რომელზეც ეს გამოგვიძებულიერი დადგებოდა. მიუხედავად ტაქტიკური, მეთოდოლოგიური სხვაობისა, ამ დიდებულ ადამიანებს აერთიანებდათ სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული, მამულის სიყვარული და მსახურება, როგორც უწოდა ნიკო ნიკოლაძემ თავის ერთ ნაშრომს. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ნიკო ნიკოლაძის პოლიტიკური და დიპლომატიური ნიჭი სრულიად გამოვლინდა. იგი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ძირით აირჩიეს ჯერ ეროვნული საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. განსაკუთრებით ფასდაუდებელი იყო მისი წვლილი ევროპაში დიპლომატიური და ეკონომიკური მისიის შესრულებისას. სწორედ მან შეიმუშავა გერმანიასთან დადებული სამეგობრო ეკონომიკური და სამართლებრივი ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი, რომელიც საქართველოს პირველ ახალგაზრდა რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველი უნდა გამხდარიყო. საქართველოს გასაბჭოების ტრაგიკულმა მოვლენამ მას ემიგრაციაში დარჩენა აიძულა, საიდანაც სამშობლოში მხოლოდ 1924 წელს დაბრუნდა. ნიკო ნიკოლაძის ფენომენი, რომელსაც სამართლიანად უწოდეს ულმობელის საქმის კაცი და დროს გასწრებული მამულიშვილი, სცილდება რომელიმე ერთი სფეროს ფარგლებს. მისი მემკვიდრეობის სრულფასოვნად გააზრება წლების განმავლობაში ჭირდა, რადგან კომუნისტური რეჟიმისთვის იგი თავისი ბურჟუაზიული და არარევოლუციური წარსულის გამო იდეოლოგიურად მიუღებელი იყო. კი, ნიკოს ჰქონდა ახალგაზრდობაში რევოლუციური წარსული, მაგრამ შემდგომში მოგახსენებათ იგი ქვეყნის რეფორმების გზით განვითარების მომხრედ ჩამოყალიბდა. მისი ფუნდამენტალური წმენა ევოლუციური, კაპიტალზე დაფუძნებული პროგრესისა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რევოლუციური ძალადობის დოქტრინას. თუმცა მისი მნიშვნელობის იძულებითი აღიარების სიმბოლოდ იქცა სტალინის პირადი ბრძანება, რომლის მიხედვითაც ნიკოლაძემ მთაწმინდის პანთეონში აკაკი წერეთლის გვერდით დაიკრძალა 1928 წლის აპრილის თვეში. დღევანდელი გადმოსახედიდან მისი ნამდვილი მემკვიდრეობა არის ერის შენებლის მოდელი, რომელიც ეროვნულ მიზნებს რეალურ შესაძლებლობებს უკავშირებს. ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობა წარმოუდგენელია მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე. ეს არის მარადიული გაკვეთილი,
რომელიც ნიკო ნიკოლაძემ დაუტოვა მომავალ თაობებს და დაგვიტოვა ჩვენ. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა საუკეთესოდ შეიძლება შეჯამდეს მისივე სიტყვებით. ერი მაშინაა ბედნიერი, მისი მომავალი მაშინ მიემართება სიკეთისაკენ, როცა მისი ბედი და საქმე მოწინავე და პატიოსან უანგარო ახალგაზრდობას აბარიაო. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო. იმედია ჩვენი საუბარი მცირეოდენ მაინც საინტერესო აღმოჩნდება თქვენთვის. გთხოვთ თვალყური მოვგავტენეთ სოციალურ მედიაში, გადააზიარეთ ეს საუბარიც, რათა ბევრმა გაიგოს ნიკო ნიკოლაძის შესახებ და რაც თავარია, გვეწვიეთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, სოფელ დიდჭიხაში.